მოგესალმებით ყველას, ახლოვდება ზაფხული და ალბათ უკვე ვცდილობთ შეარჩიოთ ისეთი საკითხავი წიგნები, რომელიც ზაფხულს საინტერესოდ გაატარებინებს თქვენს მოსწავლეებს ან შვილებს. დღეს მინდა გაგაცნოთ ესეთი ძალიან საინტერესო წიგნი, რომელიც სულ ახლახან წავიკითხე და დარწმუნებული ვარ, რომ გულგრილს არც ერთ მკითხველს არ დატოვებს. ეს გახლავთ იბენ აკერლის ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია. წიგნი, რომელიც ემოციებით არის სავსე და წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. პირველ რიგში გავამახვილო ყურადღებას ენობრივ სტილზე, ძალიან მარტივი წინადადებებით არის შედგენილი და ემოციები ისე მძაფრად არის გადმოცემული, რომ აუცილებლად მოგინდებათ, რომ ბოლომდე წაიკითხოთ. მოსწავლეებს დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ თითოეული ჩვენგანი ძალიან განსაკუთრებულია. ასევე ამ ასაკში ძალიან უჭერთ ხოლმე საკუთარ ემოციებთან გამკლავება, ემოციების გააზრება და იმის მიმღებლობა, რომ რაღაცები იცვლება ხოლმე ჩვენს თავსა და სხეულში. სწორედ ამის გააზრებაშიც დაეხმარება ეს წიგნი მოსწავლეებს. ასევე არის ძალიან რომანტიკულ ურთიერთობაზე და ადრეული ასაკიდან იწყება ხოლმე როგორც წესი საპირისპირო სქესის მიმართ ინტერესი და ეს წიგნი კითხველს აუცილებლად დაარწმუნებს იმაში, რომ ეს ყველაფერი სრულად ბუნებრივია და უნდა მივიღოთ ჩვენი ემოციები და არ უნდა ვეცადოთ მის დაფარვას. ასევე ძალიან კარგად არის წიგნში წარმოჩენილი საკუთარი თავის ძიება, როდესაც არ გვაქვს პასუხები იმ შეკითხვებზე, როგორი ვარ, რა არის ჩემი ძლიერი მხარეები, როდესაც არც კი ვიცით რეალურად ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტები საკუთარი თავისა და ოჯახის შესახებ, რაც ხშირად განსაზღვრავს ხოლმე ჩვენს იდენტობას და როგორ ეხმარებიან გმირები ერთმანეთს ამის ძიებასა და აღმოჩენაში. ასევე თუ თქვენი შვილი უარს გეუბნებათ სოფელში წასვლაზე, სწორედ ეს წიგნი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან კარგი ბიძგი იმისათვის, რომ სოფელში შეიძლება დრო ძალიან საინტერესოდ გავატაროთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვიპოვნით ჩვენი ინტერესების მქონე ადამიანს. და ასეთი ადამიანი ერთი მაინც აუცილებლად მოიძებნება ხოლმე. ასევე იმის გააზრებაში, თუ რა კავშირები არის ჩვენს ნათესავებს შორის და აუცილებლად უნდა ვეძებოთ ხოლმე ჩვენს ბებიებსა და ბაბუებში ჩვენივე თავი. შეიძლება ძალიან გავართ მათ და ზოგჯერ ამას ვერც კი ვამჩნევთ, ან არც კი აღვნიშნავთ. ასევე გმირს არაერთი მორალური დილემა აქვს და ამ დილემებს მასთან ერთად გადაჭრით, რაც განუვითარებს მოსწავლეებს სოციალურ-ემოციურ უნარებს, დაანახებს სხვა ადამიანების პერსპექტივიდან მოვლენებს და დაეხმარება კიდევ ერთხელ გაიაზრონ, რა არის სინამდვილეში მეგობრების როლი, როგორ იქცევიან კარგი მეგობრები. ზოგჯერ შეიძლება ისეთი სუპერძალები აღმოვაჩინოთ ჩვენ თავში, რომ ჩვენ თვითონაც გაოცებულები დავრჩეთ. მოკლედ, არ გადადოთ ამ წიგნის ჯგუფება 9 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერი მკითხველისთვის. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს არის წიგნი, რომელსაც ასაკი არ აქვს, რომლის მკითხველსაც. ასე რომ სასიამოვნო კითხვას გისურვებთ და გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება, თუ კი წაგიკითხავთ უკვე ეს წიგნი. დიდი მადლობა!